ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით ყველაზე ჯანსაღ, ყველაზე პოზიტიურ და ყველაზე სპორტულ გადაცემაში ქართულ YouTube სივრცეში. დღეს ჩვენ გავამხილავთ ჩემპიონთა ლიგას და ზოგადად რას ნიშნავს ჩემპიონთა ლიგის მოგება. ვისაც პირადი ცხოვრება გაგაჩნიათ და ვინც ტოტალიზატორში არ თამაშობთ, მათთვის ავხსნი რა არის ჩემპიონთა ლიგა. ჩემპიონთა ლიგა გახლავთ ფეხბურთში შეჯიბრი, როდესაც საუკეთესო გუნდები ირჩევიან თითოეული ქვეყნიდან და ისინი ეჯიბრებიან ერთმანეთს პირველობისთვის. წელიწადში ერთხელ იმართება და უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ყველა კაცისთვის, რომელიც ფოსტაში მუშაობს, რადგან მეორე დღეს განიხილონ ეს ამბები, რომ იმას სწორად დაარტყა თუ არ დაარტყა. მოკლედ ამ წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ხვდებოდნენ ერთმანეთს ლონდონის გუნდი არსენალი და პარიზის გუნდი Paris Saint-Germain, რომელშიც თამაშობს სხვათა შორის ხვიჩა კვარაცხელია, ქართველი ახალგაზრდა და რომელმაც მოიგო მეორე ზედიზედ ჩემპიონთა ლიგა. ნამდვილად დიდი მიღწევაა და მე მენატრება ის დრო, როდესაც მე ვმუშაობდი 400 ლარზე წიგნების გაყიდვის კოლ-ცენტრში და ხა უბრალოდ წარმომიდგენია დიალოგები და მენატრება ყველაფერი. ყველაფერს დავთმობდი. ამ ხალხის სიყვარულს, ამ ცნობადობას, აბსოლუტურად ყველაფერს დავთმობდი, ოღონდ დავბრუნდე იმ წიგნების კოლ-ცენტრში, სადაც ადამიანებს ურეკავდი და ვთავაზობდი, რომ ახალი საბავშვო ბიბლია გამოვიდა, რომელსაც ილუსტრაციებიც აქვს და მხოლოდ 40 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ დღეს თქო. და თითო გაყიდული წიგნიდან 80 თეთრი ჩემ ჯიბეში მიდიოდა. მე წარმომიდგენია ეხლა დღეს რას განიცდიან ის ადამიანები და რა საუბრები მიდის კურილკაზე. ეგრეთ წოდებულ კურილკაზე. მოკლედ მოსაწევ ადგილზე. სადაც 5 წუთით გავდიოდით ხოლმე ბიჭები და განვიხილავდით თუ რამდენად სწორად დაარტყა კვარაცხელია. მაშინ კვარაცხელი არ ყავდა, მაგრამ დღეს დარწმუნებული ვარ, რომ ეგ საუბრები მიდის და სერიოზული განხილვები მიდის. ეს არის მოკლედ ჩემპიონთა ლიგა არის შეჯიბრი მაგ ხალხისთვის. ჩემპიონთა ლიგა მაგას ნიშნავს. ჩემპიონთა ლიგა ჩემთვის არის მოსაწევ ადგილას დგომა და ჩემი აბსოლუტურად წარუმატებელი ცხოვრებაში დაჩაგრული თანამშრომლისთვის იმის მტკიცება, რომ კვარას ოდნავ მარჯვნივ რომ დაერტყა, გოლი გადიოდა. ეს არის ჩემთვის ჩემპიონთა ლიგა. ჩემპიონთა ლიგა ჩემთვის არის ყავდეს უბედური ცოლი, რომელსაც აუცილებლად უნდა ღალატობდე, ყავდეს მშიერი შვილი, მაგრამ როდესაც ჩემპიონთა ლიგის ფინალია, იჯდე სახლში დივანზე, გედგას წინ ლუდი, ერთი ცალი ჩიპსი, სუზალას მაღაზიაში ნაყიდი, რომელსაც ხვალ გაზდის ვადა, მაგრამ შენ ვადების არ გჯერა, რადგან შენ გჯერა ფასების ლარი და 20 ღირდა ეს ჩიპსი, იყიდე, ჭამ და ამ დროს ცოლი შემოდის ოთახში და გეკითხება, რომ მუშაობას როდის დაიწყებ და შენეუბნები, რომ შენი გამზრდელი მოუტყან, წელიწადში ერთხელ ხდება ესეთი რამე, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შეუძლია მეორედ თასის აწევა და შენ კიდე სამსახურზე და ფულზე მელაპარაკებიო, შენი ფულზე გაყიდული დედა მოუტყანო და ბავშვი იქ იდგეს და ტიროდეს, რომ მამა ნუაგინებ ცოლსო. ჩემთვის ეგ არის ჩემპიონთა ლიგა. ეგ არის ბედნიერება და ოჯახური იდილია. ჩემთვის ჩემპიონთა ლიგა არის, როდესაც შენ ვარკეთილის მესამე მიკროს 310 კორპუსის მე-6 სადარბაზოს მე-5 სართულის მარცხენა კარში ცხოვრობ. კარი ოდნავ შეჭეჭყილია, რადგან მევალეებმა ურტყეს, მაგრამ შენ აქ PSG-ს მაისური გაცვია და
5 ლარი გიდევს, რომ კვარაცხელია გაიტანს. და კვარაცხელია, როდესაც ძელს მოარტყამს ბურთს. შენ მას შეაგინებ, რადგან 12 ლარი ვერ მოიგე. ჩემპიონთა ლიგა ჩემთვის არის, როდესაც დეიდა შენი გამოგიგზავნის ბავშვისთვის წამლის ფულს, რომ აგერო შენი ბავშვი ცუდად არისო გავიგეო და მინდა რომ აი ეს $100 მაინც რამენაირად დავეხმარო და შენ ამ დროს ფიქრობ, რომ $100 არ უშველისო და მოდი დემბელეს 2 გოლის გატანაზე დავდეფო, რომ მე $400 უშველიო. თან ცოტაც დამრჩებაო. მოკლედ, გაიმარჯვა პარიზის გუნდმა და მე მინდა გაჩვენოთ, როგორ აღნიშნავენ პარიზელები ამ გამარჯვებას. აქ ხედავთ კლოდ მონე, ყველას გაგონილი გექნებათ, მხატვარი. აი კლოდ მონე ურტყამს შუქნიშანს. აგერ ხედავთ სინდისის პატიმარს და სხვა შორის 800 ადამიანი დააკავეს ბოლო მონაცემებით გუშინდელი გამარჯვების შემდეგ. ანუ 800 სინდისის პატიმარი ყავს საფრანგეთს. ადამიანები აბსოლუტურად არაფერს აშავებდნენ და მე ამას დაგიმტკიცებთ. აი, თუ ვინმეს არ გჯერათ, რომ ადამიანები არაფერს აშავებდნენ და უმიზეზოდ არიან დაკავებულები, აი აქ შეხედეთ, ალბათ თქვენთვის აი აქ იქნება. აი აქ რა ჩანს? ტროტუარი. ტროტუარზე დგომის გამო დააკავეს 800 ადამიანი. დიახ, მთელი ქალაქი გადაწვეს. დიახ, პოლიციელებს სალუტებს ესროდნენ, მაგრამ ადამიანებს უხაროდათ უბრალოდ. ადამიანები აღნიშნავდნენ. ესენი არიან სინდისის პატიმრები. და მე ვგეგმავ აქციას. გიორგი ვაშაძე გამიძღვება წინ და ნიკა გვარამია, რადგან ისინი წარმატებით ატარებენ ყველა აქციას. 26 მაისის აქციასავით 4 კაცი გამოვიდა. მე მოვიტყო, რომ ნიკა გვარამია მითავოს ამ აქციის ჩატარება ფრანგი პოლიტპატიმრების და ფრანგი სინდისის პატიმრების დასახსნელად. რადგან ვიდეოში აშკარად ჩანს ტროტუარი. აი შეხედეთ. გახლავთ? აღნიშნა. მოდ კიდე გაჩვენებთ ვიდეოებს. აი, ფრანგი მზია ამაღლობელი აპროტესტებს რუსულ კანონს. და მერე სინდისის პატიმარი. და ნუ დღეს ხო ვუყურებ ამ ქართულ ფრანგულ ამბებს და ამოვიგდო ერთი ვიდეო. და მოდ ჯერ გაჩვენებთ. მე ასე აძულებენ ხალხს და ახალგაზრდობას ნონა. მოკლედ, შვილის და ცოლის სახეებს არ გაჩვენებთ, მაგრამ ბავშვი ეუბნება მამამისს, რომ მე არ მინდაო საქართველოშიო. რატო არ გინდაო, შვილო? იმიტომ რომ სულ პრობლემებიაო. და სად ნახეო, საიდან გაიგეო? შენი ვიდეოებიდანო. მე ასე აძულებენ ხალხს და ახალგაზრდობას ნონა. იმას. საქართველოში. პრობლემებია მან? გაიჩი. მე ხედავ შევიდეოში. ასე აძულებენ ამ ახალგაზრდა თაობას საქართველოს. ვინ აძულებს? შენ ხო არა, ჰა? კი, შენ აძულებ. შენ აძულებ შენ შვილს საქართველოს. ასე არ ექცევიან აქანი პოლიციელები ხალხს. ასე არ ექცევიან აქანი პოლიციელები ხალხს. არა, გუშინა 800 ადამიანი რო დაიჭირეს, ყველა თურმე როგორ დაიჭირეს, ცირო voulez-vous coucher? Oh, Claude Monet, croissant. Oui. S'il vous plaît, აი ესე დაუჭერიათ თურმე 800 ადამიანი. იმის ნაცვლად რომ წესეი რაღაცები აჩვენო, იმის ნაცვლად რომ აჩვენო რომ შვილო, ეს შეხედე აი ეს ღამის ბათუმია, შეხედე რა ლამაზია, შეხედე რამდენი ტურისტი ჩამოდის, შეხედე რა ვიცი, აი ეს აბანო თუბანია, აქ მიწიდან ამოდის ცხელი წყლები, აქ რაღაცა ვახტანგ გორგასალს ჩაუვარდა ხოხობი და რაღაცა ეგეთები რო ვასწავლო. აი ეს დავით აღმაშენებელია, გელათია, რაღაცა თამარ მეფის საფლავე არ ვიცით, მაგრამ ესეთ მაგარი მეფე იყო. რამე ეგეთები რო აუხსნა,
მაგის ნაცვლად აჩვენებ გორში როგორ ურტყამენ პოლიციელები ვიღაცა ორ ტიპს და მაგითი უხსნი რომ აი ეს არის შვილ საქართველოს და ვინ გამოდის ბიჭო ამის მერე საქართველოს მოღალატე და სამშობლოს მოძულე და შენ 8 თუ 10 წლის ბავშვს ზრდი ესე მესმის რომ ემიგრანტები იმისთვის ხდებით რომ ან გიჭირდათ ან რაღაცა გარემოებების გამო მოგიწიეთ წასვლა მაგრამ წასვლა იმას ხო არ ნიშნავს რომ შენი შვილებიც გაზარდო საქართველოს ზიზღით კი ბატონო შენ მაგალითად რაღაცა მოგივიდა საქართველოში წახვედი კაი გააჩინე შვილი მოუყევი წესიერი რამეები საქართველოზე დედაშ